მოგესალმებით, მე ვარ ელისა რუხაძე, ქალთა უფლებადამცველი. დღეს ვისაუბრებ ქალთა უფლებებზე და ქალთა და გოგონათა ეკონომიკური გაძლიერების მნიშვნელობაზე. და გოგონათა გაძლიერება საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა დღეს. ქალთა უფლებადამცველები ცალსახად თანხმდებით, რომ ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და ფინანსური დამოუკიდებლობა ყველაზე მნიშვნელოვანი ბერკეტია ქალთა მიმართ ძალადობის დასაძლევად. ეკონომიკური ძალადობა საქართველოში ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე უხილავი, მაგრამ გავრცელებული ფორმაა. ის მოიცავს სხვადასხვა ასპექტებს, თუმცა მინდა გამოვყო რამოდენიმე, რომელიც ყველაზე მეტად თვალშისაცემია დღეს საქართველოში. ეს არის თანასაკუთრების დროს შეძენილი უძრავი და მოძრავი ქონების გამოყენების აკრძალვის უფლება, ასევე ძალიან ხშირად ხდება განათლების უფლების შეზღუდვა და შრომის უფლების შეზღუდვა, როდესაც პარტნიორი და ქმარი არ აძლევს უფლებას მეუღლეს იმუშაოს და რეალიზება მოახდინოს საკუთარი თავის. ქართულ კანონმდებლობაში არ გვაქვს დისკრიმინაციული ჩანაწერები, რომელიც განასხვავებს ქალს და კაცს, ან აუკრძალავს რომელიმე უძრავი ან მოძრავი ქონების თანაბრად არ მიღების შესაძლებლობას. თავარი პრობლემა არის პრაქტიკაში, ქალებს არ წმუნებენ, რომ უმჯობესია უარი თქვან საკუთარ მემკვიდრეობით მისაღებ წილზე ძმის ან ძმების სასარგებლოდ, რაც შედეგად იწვევს სწორედ იმ უთანასწორობას, რის გამოც ქალები მომავალში ექვემდებარებიან ჩაგვარას. ძალიან მნიშვნელოვანია ქართული კანონმდებლობით გათვალისწინებული საქორწინო კონტრაქტი, რომელიც არის გარანტია იმისა, რომ ქალის მიერ მემკვიდრეობით მიღებული ქონება ან ქორწინებამდე დაგროვებული აქტივები იქნეს შენარჩუნებული, შესაბამისად ინფორმაციის ფლობა და იურისტთან კონსულტაცია იძლევა მყარი საქორწინო კონტრაქტის შექმნის შესაძლებლობას. როგორც ცნობილია, ქართული კანონმდებლობით ქორწინების დროს შეძენილი ქონება არის მეუღლეთა თანასაკუთრება, აღნიშნული ქონება განქორწინებისას იყოფა შუაზე, თუმცა არაერთი შემთხვევაა, როდესაც ძალადობის ხვეპრი ქალი, როდესაც ცდილობს თანასაკუთრებით შეძენილი ქონების გაყოფას, ქმარს ეს ქონება უკვე გასხვისებული აქვს. სწორედ ეს ძალიან მძიმე ეკონომიკური ძალადობა განაპირობებს იმ გარემოებებს, რომ ქალი თავს ვერ აღწევს ძალადობას, მას არ აყავს მხარდამჭერები საზოგადოებაში, ოჯახში, მას არ აქვს მემკვიდრეობით მიღებული ქონება, შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანი რჩევარი და ოქროს წესი ქალებმა საკუთარ თავზე დაირეგისტროს უძრავი ქონება, ან იყვნენ თანამესაკუთრეები ქორწინების დროს შეძენილი ქონების. განქორწინების შემდეგ ქალს უფლება აქვს თანასაკუთრების დროს შეძენილი ქონებაზე ჰქონდეს პრეტენზია, შესაბამისად განქორწინებიდან 3 წლის განმავლობაში ქალს შეუძლია მიმართოს სასამართლოს, მიიღოს ქონების ნახევარი, თუ ვერ თანხმდება მეუღლესთან და არ არსებობს კონკრეტული წერილობითი შეთანხმება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ასევე მნიშვნელოვანია ქალი ფლობდეს ინფორმაციას მისაღებ სარჩოსთან დაკავშირებით. განქორწინებიდან 3 წლის განმავლობაში, თუ ის არის შრომის უუნარო, ასევე ორსულობის და ბავშვის 3 წლამდე პერიოდში, მას შეუძლია სასამართლო წესით მეუღლოს უთხოვოს სარჩო. ასევე მნიშვნელოვანია ალიმენტის საკითხი, რომელიც მოიხსენიება კანონმდებლობაში როგორც ბავშვის სარჩო და ძალიან ხშირად ქალები არ სთხოვენ ქმარს ალიმენტს, ვინაიდან ფიქრობენ, რომ ისინი ვერ შეძლებენ ალიმენტის გადახდას. შესაბამისად, მთელი ფინანსური ტვირთი ბავშვის აღზრდის საკითხებზე ეკისრება ქალს, რაც ეკონომიკური ძალადობის ერთ-ერთ ფორმად ასევე შეიძლება განვიხილოთ. მორალური კომპენსაცია შეიძლება განმარტოთ როგორც საზღაური იმ ზიანისა, რომელიც პირმა, ინსტიტუციამ ან სახელმწიფომ მიაყენა რომელიმე პირს.
საფუძველი მორალური კომპენსაციის მიღება შეიძლება იყოს სხვადასხვა. ეს შეიძლება იყოს შრომითი დისკრიმინაცია, დისკრიმინაციული შევიწროება, ოჯახური ან გენდერული ნიშნით ძალადობა. საქართველოში მორალური კომპენსაციის ანაზღაურება სხვადასხვა გზით ხდება. მაგალითად, სამუშაო ადგილზე დისკრიმინაციული დამოკიდებულების გამო ქალებს ხშირად სამსახურში არ აიყვანენ, ვინაიდან დამსაქმებლები ფიქრობენ, რომ შესაძლოა ისინი დაქორწინდნენ, მათ გაუჩნდნენ ბავშვები და შესაბამისად არ იყვნენ პროდუქტიული სამსახურში. ასევე სამსახურში შეიძლება ქალი დაექვემდებაროს დისკრიმინაციულ შევიწროებას, შრომით დისკრიმინაციას, სექსუალურ შევიწროებას, ასევე ქალებს შეუძლიათ ძალადობის შედეგად მიღებული მორალური ზიანის გამო მიიღონ კომპენსაცია. ამ დრომდე მსხვერპლი ქალები და ბავშვები ორი მნიშვნელოვანი მიზეზის გამო არ მიმართავდნენ სასამართლოს. პირველი შემიძლია გამოყო გაჭიანებული სასამართლო პროცესები, მეორეულ ტრავმას აყენებდნენ მათ, შესაბამისად თავს იკავებდნენ მიმართვიანობისგან. მეორე პატივსაცემი მიზეზი იყო ის, რომ მოძალადეები მალავდნენ ქონებას, ან არ ჰქონდათ მოძრავი ქონება, რითაც ანაზღაურებდნენ დაკისრებულ ზიანს, შესაბამისად უშედეგო იყო ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა და ეს იყო შემაკავებელი ფაქტორი. დღეს საქართველოს მთავრობის 523 დადგენილებით მოძალადის მიერ ზიანის აუნაზღაურებლობის შემთხვევაში სახელმწიფო იღებს ვალდებულებას აანაზღაუროს მორალური ზიანი 10,000 ლარის ოდენობით. არ მოექცნენ გენდერული სტერეოტიპების ქვეშ, მიიღონ ფორმალური და არაფორმალური განათლება, იცოდნენ საკუთარი უფლებების შესახებ და ხმა აიმაღლონ ძალადობაზე, მიიღონ უძრავი ქონება, მემკვიდრეობით, ასევე შექმნან ფინანსური და ქონებრივი აქტივები. არ აიღონ ფინანსური ვალდებულება ქმრის ან პარტნიორის იძულებით ან საჭიროების გამო. არ აიღონ სესხი ან სხვა რაიმე ფინანსური ვალდებულება ქმრის ან პარტნიორის იძულების ან საჭიროების გამო. ხარი დაუჭირონ და გააძლიერონ სხვა ქალები.